მე მინდა ხაზი გაუსვა რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ჩვენმა ხარდამჭერებმა გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცხადება არჩევნებზე, მაგრამ მე მინდა კვლავ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ჩვენს ხარდამჭერებს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ცხადია და ეს უკვე დათელია ქართულ ოცნება დამარცხდა, ამიტომ საჭიროა რომ ეს დამარცხება იყოს დამაჯერებელი და მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს უთხრა რომ იმისათვის რომ ისინი გახდნენ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და არავინ არ დარჩეს ისე რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. გახდით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები. მე მოგიწოდებთ ყველას, ვინც ამ წუთამდე არ იყო საარჩევნო უბნებზე, გთხოვთ მიხვიდეთ და მისცეთ ხმა თქვენი ოჯახების, თქვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ნათელია რომ ჩვენმა ერმა კვლავაც მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა. ამიტომ მე მინდა კვლავ მოგიწოდოთ ყველას, რომ ვინც ჯერ კიდევ არ მისულა საარჩევნო უბნებზე, გთხოვთ გამოცხადეთ და მისცეთ თქვენი ხმა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. სამწუხაროდ არის დარღვევები რიგ საარჩევნო ოლქებში, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, ყველა დარღვევა იქნეს სათანადოდ აღრიცხული და ვამხილოთ დამღვევები და ეს არის ჩვენი პასუხი იმ სამწუხარო დარღვევებზე, რომელიც არის ინსპირირებული ქართული ოცნების ხარდაჭერების მხრიდან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, არ უნდა დაუშვათ არც ერთი ხმის მოპარვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დამარცხება ქართული ოცნების იყოს დამაჯერებელი და დიდი სხვაობით გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, არავინ არ დარჩეს ისე, რომ არ მისცეს ხმა თავისი ოჯახის, თავისი ქვეყნის მომავალს და თავისი ქვეყნის გამარჯვებას. დიდი მადლობა. ეს შეფასება იყო, როგორც მოგესალმებით.